სახალხო დამცველის სააპარატმა თბილისში უსახლკაროთა თავშესაფრის მონიტორინგი დაიწყო. შემოწმების მიზეზი ის საჩივრებია, რომლებიც ომბუდსმენის ოფისში შევიდა. კერძოდ ბენეფიციარები თავშესაფრებში არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობენ. მოსკოვის პროსპექტზე გაშლილ კაროებს დღეს ომბუდსმენი, ასევე რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ შეფასებებს გვანცა პაპავაძე გაგვაცნობს. მოსკოვის გამზიზე გაშლილ კაროებში ვითარების შესასწავლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სახალხო დამცველთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა, თუმცა ვიდრე ისინი კაროებში დასათვალიერებლად შევიდოდნენ, დავით ნარმანიასთან მივიდა აქ დასახლებული ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც განუცხადა, რომ დილით ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სტუმრობისას გიორგი კაკაჩიამ მათ განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი არ აკმაყოფილებდათ კაროში არსებული ვითარება, შეეძლოთ ტერიტორია დაეტოვებინათ, რამაც გამოიწვია აქ დასახლებულების შეშფოთება. რატომ და იმ საღამოს გადასვლა ეს პიროვნება, როდესაც მომზადდა, მე თვითონ ვკითხე ამ პიროვნებას, თქვენი პირადობა გაგვიდასტურეთ, ვინახავთ, რა ბრძანდებით და ეს ყველაფერი რო იმავსკენით, აი ესე წარმოგვიდგა ყველანაირად, მაგრამ ასეთი რაღაცა გვიჭრა. ხუთასი ცხოვრობდით და წაბზანდით იქით. არა, ესეთი რაღაცა არ იქნებოდა მე. მომზადდით ბატონო, აგერ ყველა ტელევიზიასთან გეუნებით, აგერ არიან ყველა. ხოდა? ეხიცამით უკაცრავად რა, გენაცვალ. ამ კაცს არა, ეს კაცი საერთოდ არ შემოსულა. ამ კაცს ვიცით კაცო, ეს კაცი გვაქვს ყველანაირ ყურადღება. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ შეფასება გააკეთა სახალხო დამცველმა უჩანა ნუაშვილის განცხადებით, ვითარება დროებითი თავშესაფრისთვის არის სრულიად დამაკმაყოფილებელი, თუმცა მისი რეკომენდაციაა, რომ არსებობდეს უფრო სრულყოფილი და გრძელვადიანი თავშესაფრები, რადგან დავით ნარმანიას თქმით, მუშაობა დაწყებულია. ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სტანდარტის წესდების შემუშავებაზე, თუ როგორი უნდა იყოს მსგავსი ტიპის თავშესაფრები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით აღნიშნული წესდება უახლოეს მთავრობის ხდომაზე დამტკიცდება. ის ვინც მოტივირებულია და ის ვინც აკეთებს იმას, რომ ელემენტარული ხარვეზი რაც არის წარმოაჩინოს თითქოს ყველაზე დიდი პრობლემა, ნამდვილად აკეთებს არასაქვეყნო საქმეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც არის დაინტერესებული, მოვიწვიოთ, ადგილზე ვანახოთ ეს ყველაფერი და ნებისმიერს აქვს საშუალება. უბრალოდ გარკვეული კატეგორია ცდილობს, რომ 5-10 წუთით დააკვირდეს ყველაზე პრობლემური ადამიანები, ნახონ და აქედან გამომდინარე ჭიანჭველა აქციონს პილოტ. ერთ შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ კეთდება მაქსიმუმი, შეიძლება ითქვას, რომ პირობები არის საკმაოდ კარგი შექმნილი, მაგრამ ეს არის მაინც დროებითი. ჩვენი რეკომენდაცია იქნება შემდეგში, რომ უფრო უნდა არსებობდეს ქვეყანაში გაცილებით უფრო სრულყოფილი მუდმივი თავშესაფარი, სადაც მოსახლეობას და ამხნაგებს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ის სერვისები, რომელიც აქ არის გათვალისწინებული. არსებული სიტუაცია დღესდღეობით არის დამაკმაყოფილებელი. პირადად ჩემს მიერ ჩატარდა დღეს დილით ყველა კარვის შემოწმება, არანაირი ანტისანიტარია არ არის. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კარვების მოწყობილობა და შესაბამისად კარვების ნორმაზე აქ არანაირი ანტისანიტარიის საშიშროება არ არსებობს. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ უკვე გამზადებულია პროექტი, რომელიც გულისხმობს აღნიშნული ტიპის დაწესებულებებისათვის სტანდარტის დაწესებას, უახლოების მთავრობის ხდომაზე გავა სტანდარტი და შესაბამისად თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ამ სტანდარტს. ამ დროისთვის მოსკოვის გამზირზე სულ 20 კარავია გაშლილი, აქ 24 საათის განმავლობაში მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია. გვანცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.